კვლავ თქვენთან ერთად არის კატო, კომპანია ყაზბეგთან და ლაილაისთან ერთად და გთავაზობთ ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას. ვნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 8 იანვარი. ბუკა მანაგაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის რეჟისორიც გიორგი კიკალეიშვილია. როგორც თავად ბუკა შეგვპირდა, კლიპს უახლოეს მომავალში ვიხილავთ. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ სიუჟეტიდან შევიტყობთ. რას მიგავს? კარგად თამაში. ბუკა. ბუკა ის ბლეს. დაგუჭერ. Obiektiv sam. Rašera da me movi. Imukere. Osta bili argavo. Eli amušao. Artikulacija, kargan. Kargija. შემოძიანება რო გითხარ შეგვიძლია საქსუალი ჩამოიწია სტრონა გაწყდა ეს მხარე დევით უნდა იყოს აი ესე უნდა გეჭიროს მივხვდი ესე არ დაიჭირო ტორსი მანდატოვედა ტანი წამოდი გასუგი არ შევკრა რაც უნდა და შეკვრა. მე ჩავწერე ახალი სიმღერა, მენატრება ბავშვობა, ესე ქვია მას. ეს სიმღერა ეკუთვნის მამას, ტექსტიც მამასია და დღეს მიმდინარეობს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება. ქარვასლაში კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა. მოეწყო აქცია, რომელიც სოფო ტაბადაძემ ჩაიფიქრა. ინფორმატორის გადამღებმა ჯგუფმა ეს დააფიქსირა. მოდით ერთად ვნახოთ თუ რა ხდებოდა აქციაზე. ბოლო ცვლილებებმა პრინციპში უფრო ეს გამოიწვია ეს ნამუშევარი, იმიტომ რომ გადავწყვიტე ჩამოსვლა და ჩემი ხელობით, ჩემი ხელოვნებით, ესე ვთქვათ, აი ამ ცვლილებების თვის მხარის დაჭერა. მე დავიწყე ფიქრი უკვე ის გაკეთება მინდოდა და გადავწყვიტე რაღაცა საერთო ფონი გამეკეთებინა ერთი და სხვა ქართველების დახმარებით, ანუ ვინც კი მოვიდოდა და აქ მონაწილეობას მიიღებდა, ესე ვთქვათ, ერთობლივი ნამუშევრის გაკეთება. ამიტომ ავირჩიე ესეთი პატარა ბავშვის სახეები, პრინციპში გამეორებულია, ორი ძირითადი სახეა, რომელებიც არის ცოტა დაავადმყოფებული სახეები და ეს ავირჩიე განსაზღვრულად იმისთვის, რომ დავუშვათ და მეფიქრებინა და ესეთი გამომწვევი ფაქტურა ყოფილიყო, თუ რატო შეიძლება ეს მოხდეს, რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს და რა შეიძლება შეიცვალოს და რისი გაკეთება გვინდა და საერთოდ რა შეიძლება. რა მინდოდა რომ გამეკეთებინა, ესე იგი, მომეცა
შესაძლებლობა სიტყვის თავისუფლების, მოქმედების და საქციელის და ვისაც რისი გაკეთებაც უხარია, მე შევუწყობდი ამით ხელს და ჩემი ნამუშევრის ნაწილიც ეს არის. კულტურის სამინისტროში ეროვნული კინოცენტრის პრესკონფერენცია გაიმართა, თუ რაზე იყო კონკრეტულად საუბარი, ამას სიუჟეტიდან შეიტყობთ. რადგანაც 2000 წლის 5 დეკემბრის კანონის, საქართველოს კანონის კინოს მხარდაჭერის შესახებ საფუძველზე ჩამოყალიბდა ეროვნული კინოცენტრი, ესე როგორც კი ფუნქციონირებს 2001 წლიდან და მოხდა ისე, რომ სააქციო საზოგადოება ქართული ფილმის ბოლო წლის ბიუჯეტი იყო 500.000 ლარი. ესე მოხდა. და ავტომატურად კინოცენტრი ჩამოყალიბდა, მასაც ავტომატურად უკვე გაუხდა წლიური ბიუჯეტი 500.000 ლარი. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან პირობითი ბიუჯეტი იყო, ვიცი მოგეხსენება თუ არა, რომ ეს ერთი ფილმის ბიუჯეტიც არ არის, მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის. აი ამ მცირე თანხებით ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სრულად დავაფინანსებთ ჩვენ ამ ფილმების წარმოება. ანუ ჩვენ გამოვედით ამ მოჯადებებული წლიდან 10 წელი მიდიოდა, ესე იგი, რომ ეს ძველ ფილმებზე მუშაობა და ახალი არაფერი არ ეშებოდა და არ კეთებოდა. და ეს სრულად დავაფინანსეთ, მოკლედ ეს 9 სრულმეტრაჟიანი ფილმი და 2 ანიმაციური ფილმი. ეხლა რაშია საქმე? ვითომ საოცარი რას თხოვულობთ, როცა მთელ მსოფლიოში ფილმები თვით ანაზღაურება, ეს არის ზღაპარი. არც ერთ ქვეყანაში ეგრე არ არის. ერთადერთი არის ამერიკა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც კინო ფული რაც შემოდის, ის თავის თავს აფინანსებს. დანარჩენმა ქვეყანამ ყველა მაიღო ეს ცნობილი ფრანგული მოდელი. ეს მოდელი ახლა ის კინოცენტრი, რომელიც ჩვენ იქ თავრობა პირველ ნაბიჯებზე ეხმარებოდა ძალიან. ამიტომ კინო არის წარმოება, ეს კი ხელოვნება, მაგრამ წარმოება არის კინო. ეს უნდა მიხვდეს ყველა მთავრობამ და მთელი მსოფლიო ესე მუშაობს. და წარმოებას უნდა ფული, წარმოებას უნდა ის დაფინანსება, რომელიც იმას აამუშავებს. ჩვენ, ესე იგი, მე მინდა კიდევ თქვა, რომ რაღაც გარკვეული იმედები გაჩნდა, რომ ახალი ხელისუფლება სხვანაირად შეხედავს კინოს პრობლემებს და ფიქრობ, რომ ასე იქნება მაინც. ესე იგი, საქმე რაშია, რომ კინოცენტრს აქვს ძალიან შეურაცხყოფელი ბიუჯეტი, ეს არის 700.000 ლარი. ეს თითქმის არ ყოფნის ერთ ფილმსაც კი. ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე 2004 წლისთვის, ეს არის 2,5 მილიონი ლარი და სულ არ ვფიქრობ, რომ ეს ბევრია. ეს არის ის მინიმალური მოთხოვნა, რაც შესაძლებლობას მოგცემს ჩვენ, რომ ესე იგი რაღაც გარკვეული ბიძგი მივცეთ ქართული კინოს განვითარებას. რაღაცები დაძრულია უკვე, აი ძველი ფილმები დავამთავრეთ, ახალი სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ახალი კონკურსია გამოცხადებული, მაგრამ გამოცხადა კონკურსი გამარჯვებულების გამოვლინდა, აქედან 2 ფილმი არის კოპროდუქცია უცხოეთის ქვეყნებთან, მაგრამ ვერც ერთი ფილმი ვერ დავაფინანსეთ. ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ 2003 წელს ჩვენ 700.000 მაგივრად მოგვივიდა 100.000 ლარი ერთი მეშვიდედის სულ. ჩვენ ძალიან გვინდა რომ ახალმა ხელისუფლებამ რაღაცნაირად ესეთი ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს და ეროვნულ კინოცენტრს არ შეუმცირდეს ეს ბიუჯეტი, ანუ რაც გვაქვს განაცხადი გაკეთებული, ის დამტკიცდეს რა. ძალიან გვინდა და ჩვენ ამის შემდეგ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე, რომ ნამდვილად ეს 2004 წელი გადამწყვეტი წელი იქნება ქართული კინოს განვითარებისათვის. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.